გამარჯობა მეგობრებო, ცოტა წავიმუშავე, კაფელი დავცალე. და ვინაიდან ვზივარ და ვისვენებ და ცოტა ნორმალურ ფორმაში ვარ, ვიდეოებს არ ვწერ ძირითადად, იმიტომ რომ გაბურძგნული და ჭუჭყიანი ვარ ხოლმე და ჩვენ აქ მუშაობთ ძირითადად საღამოს 8-9 საათამდე. მაგიტო რა ვიდეოებზეა საუბარი. ხა ისეთ ფორმაში ვარ ხოლმე, რომ მართლა მიტყდება ვიდეოების ჩაწერა. დღეს ჩაგიწერთ ვიდეოს ჩითილების გამოყვანაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემას ჩვენ მიუძღვენით 2 საათიანი სტრიმი. მაგრამ არ გვიდევს YouTube-ზე მე მგონი არაფერი და ხალხს უჭირს ხოლმე მოძებნა. როდის დავიწყოთ ჩითილების გამოყვანა და გამოვიყვანოთ თუ არა ჩითილები და აუცილებელია თუ არა ჩითილების გამოყვანა და ასე შემდეგ. თუ თქვენ გააქვთ სასათბურე მეურნეობა, თუ თქვენთვის ეს არის შემოსავლის წყარო, ჩითილების გამოყვანა აუცილებელია დროის მოსაგებად, იმიტომ რომ ნებისმიერ მეურნეობაში დრო არის ფული, ხო? და ასე ვთქვათ, თავის დაზღვევა. პირდაპირ გარეთ რო რგავთ, არიცით ამოვა, არ ამოვა, აქ ჩითილს ცოტა მეტობით დარგავთ, გამოიყვანთ ძლიერ, ჯანმრთელად, მალე მოუვლით, უფრო კარგად მოუვლით და მერე გადარგავთ, ხო? ამიტომ თუ თქვენ პროფესიონალურად აკეთებთ რაღაცას, აუცილებლად არის დაჩითილება საჭირო. თუ თქვენ უბრალოდ ბოსტანი გაქვთ, რაღაც ნაწილს დააჩითილებთ, იმიტომ რომ ადრე მიიღოთ მოსავალი, რაღაც ნაწილს ეგრევე პირდაპირ გარეთ დათესავთ და თითქმის ყველაფრის პირდაპირ დათესვა შეიძლება, გინდაც პამიდორის, გინდაც კიტრის, უბრალოდ ჩემთან მაგალითად კიტრის დათესვა პირდაპირ გარეთ გამორიცხულია და ბევრი რაღაცეები, სალათის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მყავს უამრავი ლუკოკინა და რა პირდაპირ დათესვა ეგრევე გადაძოვენ ყველაფერს. ვერ მოვასწრებ უბრალოდ ამ ლუკოკინების აგროვებას იმდენია. ამიტომ თქვენ უნდა შეხედოთ თქვენ სიტუაციას, რა სიტუაცია გაქვთ, გააქვთ შანსი ეს გააკეთოთ თუ არ გაქვთ. ხო, თუ პირდაპირ გარეთ ესავთ, ჯობია გქონდეთ შანსი, რომ ესეთი ცელოფნის თაღები გაუკეთოთ, რომ ცოტა დააჩქაროთ ამოსვლა და ასე შემდეგ. თუ გიწევთ ჩითილების გამოყვანა და მოდი ამაზე ვილაპარაკოთ, როდის და რანაირად და ასე შემდეგ. თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი კლიმატი. თქვენ უნდა იცოდეთ მაგალითად ავიღოთ პამიდორი, ხო? პამიდორი გადის გარეთ, როცა +15 დასტაბილურდება, ანუ მაგაზე დაბლად იშვიათად ჩამოდის ტემპერატურა და მაქსიმუმ ჩამოდის +10-მდე, ისიც ღამე იშვიათად. აი მაშინ უნდა გაიტანოთ გარეთ უკვე პამიდორი, ხო? პამიდორი უნდა გავიდეს გარეთ, როდესაც პირველი ყვავილედი გამოჩნდება. ესეთი გამწლეული რაღაც პამიდორები რო გაგაქვთ, ამ ხელები გარეთ ეგ რა აზრი აქვს მასეთი ჩითილის გამოყვანას, არანაირი. პამიდორი გარეთ რო გაგაქვთ, მინიმუმ აფსისხო უნდა იყოს და პირველი ყვავილედი უნდა ქონდეს გამოჩენილი, ხო? აი ასეთ მდგომარეობამდე პამიდორის მიყვანა სჭირდება 60 დღე დაახლოებით, 50-60 დღე ჭირდება ჩითილობას. შესაბამისად, ჩემთან აი აქ ნორიოში, პამიდორის ჩითილი გადის გარეთ მაისის ბოლოს, შესაბამისად დაჩითილება უნდა დავიწყო აპრილის დასაწყისში. იგივენაირად თქვენ უნდა გამოთვალოთ, თქვენთან როდის გადის რისი ჩითილი გარეთ და იმის დამიხედვით უნდა იცოდეთ რამდენი ხანი ჭირდება რის დაჩითილებას დრო. კიტრი გადის 4 ნამდვილ ბოლოზე ფოთოლზე გარეთ და ამას ჭირდება ხოლმე დაახლოებით 20 დღე დაჩითილებას და კიტრიც, კიტრი უფრო უძლებს ხოლმე რაღაც ზოგიერთი ჯიში ტემპერატურის ვარდნებს, მაგრამ იგივენაირად გადის კიტრიც გარეთ, როგორც პამიდორი ფაქტიურად და გინდა ბადრიჯანი იყოს ეს, გინდა ციცაკები იყოს, ფაქტიურად ყველა ერთნაირად გადის რა, რომ აი +15 რო დასტაბილურდება, ყველაფერი ჩითილების გატანა უკვე ასე თუ ისე შეიძლება. ხო, სალათის ფურცლები, კომბოსტოები და ეგეთი რაღაცები, მოკლე დღის კულტურები, რაც არის ძალიან ადრე უნდა გავიდეს. მაგალითად, უკვე უნდა აჩითილებდეთ ბრიუსელის კომბოსტოს, კომბოსტოების ჩითილებს და რაღაცებს დასავლეთ საქართველოში, იმიტომ რომ იქ ფაქტიურად თებერვალში უკვე თებერვლის ბოლოს ეგ ჩითილები გარეთ შეგიძლიათ გაიტანოთ, იმიტომ რომ ბევრი კომბოსტოს ნაირსახეობა -10, -15 გრადუსს ჩვეულებრივად უძლებს. მთავარია პირველ კვირაში სანამ შეგუების პერიოდი აქვს არ დაარტყას ყინვებმა და მერე ჩვეულებრივად გადის გარეთ. ამიტომ უნდა იცოდეთ ყველა კულტურაზე წაიკითხეთ. რა ტემპერატურებზე გადით გარეთ. უნდა იცოდეთ თქვენთან როდის დგება ეს ტემპერატურები და უნდა იცოდეთ ჩითილობის პერიოდს რა დრო ჭირდება. თესლებს როცა ყიდულობთ, თესლებს აწერია. ეხლა მაქვს ახლა რაღაც თესლები რა. ავიღოთ ეს თესლები. თესლებს აწერია რა უკან, რომელ თვეში იდგება დასაჩითილებლად, აი ქოთანი რო ახატია და რომელ თვეში გადის ჩითილი გარეთ. ნახეთ? ხო? და თესლებს აწერია ასევე ნაყოფის მოცემამდე რა ვადა ჭირდება რა, მაგრამ ეს არ გეგონოთ რომ ჩითილობის პერიოდია. ჩითილობის პერიოდი ყოველთვის არის დაახლოებით პამიდორის, ეს პამიდორია 50 დღე საშუალოდ რა.
და ეს ერთთვიანი ჩითილები გარეთ ნუ გაგაქვთ და ერთი თვის გამო ნუ წვალობთ ხოლმე. ეს ერთი საკითხი, რომ როდის და რა ეს ყველგან ინდივიდუალურია. შეიძლება ჩემთან უფრო ადრე გავიტანო და ზემოთ ნორიოში აი 2 კილომეტრი არის სხვაობა. ერთი კვირით და 10 დღით უფრო გვიან გაიტანოს ვიღაცამ, იმიტომ რომ იქ ბევრად ცივა. აი 2 კილომეტრია სხვაობა, ზუსტად 2 კილომეტრი, მაგრამ იქ ბევრად ცივა. მე ვარ აქ ნუ ასე რომ ჩავარდინო ადგილზე, ხეობაში ვარ. შეიძლება მზე იქ უფრო მეტი იყოს, მაგრამ სითბო და სტაბილური ტემპერატურა აქ უფრო მეტია. ამიტომ თქვენ უნდა იცოდეთ ინდივიდუალურად ეს ყველაფერი. ახლა ორ ნაწილად გავყავ ვიდეო. ეხლა მეორე ვარიანტი. რა უნდა გქონდეთ ჩითილობის გამოსაყვანად და თუ არ გაქვთ, მაშინ მოეშვით ამ ჩითილების გამოყვანას რა. ამაზე დევს ვიდეო. აუცილებლად ჩითილების გამოჩეკვის დროს მაღალი ტენიანობა და მაღალი ტემპერატურის შექმნის საშუალება სტაბილურად და კარგი განათების. ანუ +23 გრადუსი ტირე 25, თუ მაგალითად ცოტა ვადაგასული პამიდურის თესლი გაქვთ, 25 გრადუსამდე კარგ ტენიანობაში მაინც ამოვა. ან დაალბეთ ხოლმე და ასე შემდეგ რა. დალბობა ყოველთვის ჯობია, რა თქმა უნდა. ჩალბობა ჯობია ყოველთვის და განსაკუთრებით თუ ჩაალბობთ ხოლმე ფიტოსპორინიან ხსნარში ან რაიმე მასტიმულირებელ და დამცავ ხსნარს თუ გააკეთებთ რაღაცა ბიოპრეპარატით რა. თუმცა ჩვეულებრივად სალფეტისეთ შეგიძლიათ გააღვივოთ. თუ არ გაქვთ პირობები, ხო? მოეშვით მაშინ. ჯობია ან იყიდოთ პროფესიონალური ჩითილი, ან გარეთ დათესოთ პირდაპირ, იმიტომ რომ ეს გაწელილი უვარგისი ჩითილები, რომელიც არის ბავშვობიდანვე უსუსური, ხო, არაფერს არ მოგცემთ. წარმოიდგინეთ თქვენ ბავშვი უნდა მიიყვანოთ გაგზავნოთ სპორტსმენად, ანუ ჩვენი ნერგები ჩითილები არიან სპორტსმენები, რომლებმაც კარგი შედეგი უნდა მოგცენ და თქვენ სპორტში მიყავთ რაღაც დისტროფიკი და იმისგან ელოდებით ჩემპიონობას. ეგეთი ჩითილები დისტროფიკები არ უნდა გამოიყვანოთ, იმიტომ რომ თუ არ გაქვთ საკმარისი შუქი გაგეწელებათ, თუ ძალიან ცხელა და საშუალო შუქი გაქვთ, მაინც გაგეწელებათ, თუ ძალიან ცივა, სავარაუდოდ დაგიავადდებათ და ძალიან გაგეზრდებათ ამ დაჩითილების პერიოდი და უსუსური იქნება და ასე შემდეგ. ანუ თუ არ გაქვთ იდეალური პირობების შექმნის ადგილი და კარგი საჩითილე, თავიდან გამოსაჩეკი ცალკე უნდა გქონდეთ ერთი კვირა, სადაც იქნება ჩითილები უფრო მაღალ ტემპერატურაზე, დაახლოებით 23-25 გრადუსზე და ტენიანობაზე და მერე უნდა გქონდეთ ადგილი, სადაც ძალიან მაგარ შუქზე, ძალიან კარგ განათებაზე გაიტანთ და ტემპერატურა იქნება უკვე უფრო დაბალი და სტაბილური. ანუ 15-18 გრადუსი იქნება მეორე ფაზაში ჩითილობის, მეორე ფაზაში, მაგრამ ძალიან მაგარი შუქი. შუქის გამოსწორება ყველაზე მარტივია. განათებას დამატებით იყიდით, ეხლა გუშინ ვიყიდე 2 პროჟექტორი, 40-40 ლარი მივეცი, ეგენი უნდა გამოვიყენო, დიოდური პროჟექტორებია, ეკონომიურია და ძალიან მაგარი შუქი აქვს რა. ამ შუქებზე კიდე მაქვს ცალკე ვიდეო, დაახლოებით 6000-დან 9000 ლუქსამდე უნდა იყოს განათება ჩითილთან. ამის გაზომვა შეიძლება ნებისმიერი ტელეფონით, Lux Light Meter ქვია აპლიკაციას, გადმოწერთ, ჩართავთ დადებთ ჩითილთან და იქ განახებთ რამდენი ლუქსია თქვენ სცენარესთან განათება. ვიღაცა იტყვის ფანჯრის განათება არ ყოფნის. სულ რომ ზეანათებდეს, მაინც არ ყოფნის ხოლმე ხშირ შემთხვევაში. იმიტომ რომ დღე არის მოკლე, ღამე არის გრძელი და არ ყოფნის რა ერთი სიტყვით და მაინც გაგეწელება ჩითილები, იმიტომ რომ არასებობს ფანჯარა რომ მთელი დღე უყურებდეს მზე, იშვიათია მაინც ან ამომავალი მზე მოაკლდება, ან შუადღეს უყურებს კარგად, ან ჩამავალი აღარ უყურებს მერე რა. სამხრეთი ფანჯრები მაქვს მე, მაგრამ მაინც მთელი დღე არ უყურებს ხოლმე და ახლობით 5 საათი უყურებს ხოლმე მზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი რა მეგობრებო. ამიტომ პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოთ ის გაქვთ თუ არა ჩითილების გამოყვანის საშუალება და მერე უნდა გაარკვიოთ დეტალები, როდის დაიწყოთ და როდის გააკეთოთ და როდის მოასწროთ რა. უსუსურ გამოყვანილ ჩითილებს და არასწორად გამოყვანილ ჩითილებს ყოველთვის აჯობებს და მოასწრებს სწორად დარგული პირდაპირ დათესილი გარეთ. თავისით ამოსული ველურად, ასე რომ ვთქვათ რა. ეგ მაინც აჯობებს მერე იმას, დაეწევა გადაასწრებს ხშირ შემთხვევაში რა. ამიტომ მოდი ჩითილობის ამბავი ამგვარად მოვაგვაროთ. მე ხა დასავლეთისთვის ცოტა გვიან დავიწყებ დაჩითილებას და მე თუ დამელოდებით მე როდის დავდებ ვიდეოებს და აუცილებლად დავდებ ამაზე ვიდეოებს, ცოტა დაგიგვიანდებათ რა. აღმოსავლეთ საქართველოს ცოტა ცივ ადგილებში თბილისის ირგვლივ აი აქ მარტყოფი და ისინი ვინც ახართ, კი ბატონო დაელოდეთ ჩემ ვიდეოებს, მე დავიწყებ ამ ყველაფრის დაჩითილებას და შეხედავთ ხოლმე რა, როდის ვიწყებ, მაგრამ თქვენ თვითონაც შეგიძლიათ გამოთვალოთ. პამიდურების დაჩითილებას მე ვინაიდან აქ ჩემთან ცივა და მაისის ბოლოს ვაპირებ გადატანას, დავიწყებ აპრილის დასაწყისში, ნუ ყველაზე ადრე მარტის ბოლოს.
მანამდე არ დავიწყებ. კომპოსტოების სალათები და რაც იცივეს იტანს, რა თქმა უნდა, ბევრად ადრე. აწერია. უნდა შეისწავლოთ ყველა კულტურა, წაიკითხოთ რა ტემპერატურებს უძლებს. თუ არა და მომწერეთ. ჯერ რო საქმეს გააფუჭებთ და მერე მწერთ ხოლმე, ეგრე არ ხდება. ჯერ მომწერეთ და მერე გააკეთეთ, ჯობია უფრო უშველით საქმეს რა. ხო. აი ეს არის ძირითადი რაც მინდოდა მეთქვა, იმიტომ რომ უმრავლესობას ჩითილი გამოყავს უსუსური. რა პრობლემაა? შეიძლება ვიზუალურად ის ჩითილი თქვენ ასე თუ ისე მოგწონდეთ, მაგრამ 8 კილოს მაგირვათ ერთი ძილი მოისხამს 2 კილოს. და შესაბამისად 3-ჯერ მეტი ჩითილი და 4-ჯერ მეტი ჩითილი უნდა დარგოთ, 4-ჯერ მეტი უნდა იშრომოთ, 4-ჯერ მეტი კვება უნდა მიცეთ, 4-ჯერ მეტი უნდა შეწამოთ და ასე შემდეგ, რომ მიიღოთ იგივე მოსავალი. ამიტომ ჯობია გააკეთოთ ნაკლები და ხარისხიანი და ნაკლები იშრომოთ და ის თავისუფალი დრო დაუთმოთ კვლების მომზადებას, მუდმივი კვლების მომზადებას, დამულჩირებას, ცოდნის გაღრმავებას და ასე შემდეგ რა. პირველ რიგში კიდე რომ ყველას რაღაც ადრე გადაყავს უსუსური ჩითილები, არაცდიან ბოლომდე განვითარებას, ყველა მცენარეს აქვს თავისი პერიოდი გარეთ გატანის. და კიდე ჩითილებს ჭირდება მერე გაკაჟება აუცილებლად. თქვენ რო აი ამ ოთახის იმას მიაჩვევთ, მერე უნდა გაიტანოთ ჯერ ისევ ქოთნებით გარეთ და გარე ტემპერატურა 3-4 დღე მიეჩვევა და მერე უნდა გადარგოთ. მორწყვასაც თავისი მნიშვნელობა გადარგვამდე და ასე შემდეგ. ახალი მორწყულები არ უნდა გადარგოთ, 2-3 დღის მორწყული უნდა იყოს და ანუ ამაზე ყველაფერს კიდე ჩაგიწევთ ვიდეო, მაგრამ გვაქვს ბევრი რაღაცა ვიდეოები, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, სადაც იგივე სახელით მოძებნით ყველაფერს, iOS ბოსტანი ქვია ჩვენი YouTube არხს. გამოიწერეთ და იქ არის მთელი არქივი ვიდეოების. სანამ შეკითხვებს დაწერთ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ჯერ ნახეთ დევს თუ არა ვიდეო. გვიშრომია, გვიწვალია, ჩაგვიწერია ვიდეოები და ელემენტარული პატივისცემაა ჩვენი, რომ იგივე შეკითხვას არ დასვამთ ჯგუფში და ერთ და იგივეს გამეორება 1000-ჯერ არ მოგვიწევს, როგორც აი ამ რაღაც უაზროთ, რომ ქოლგისებრ ფშატს 80% ეძახის ისევ ან ბარბარის, ან კოწახურს, ან შტოშს. ვერ ვისწავლეთ და ვერ გავიგეთ ინფორმაციის მოძიება არ შეგვიძლია ელემენტარულად, რომ ნახოთ ეს რა არის და ამიტომ გამოიწერეთ, იყავით, ნახეთ ეს ვიდეოები, ჩაწერეთ საძიებელში თქვენთვის საჭირო თემა და თუ ვერ იპოვით ვერანაირ ინფორმაციას, მერე დაწერეთ და დაპოსტეთ ხოლმე ჯგუფში რა. ასე რომ არ იჩქაროთ, ჯობია დააგვიანოთ ვიდრე იჩქაროთ, იმიტომ რომ ნაადრევად გაიტან ჩითილებს და ან ყინვა გაგიფუჭებთ, ან დაავადება მალე შეეყრებათ ან რაღაცა და შრომა ჩაგეყრება წყალში. ეს იყო რაც მინდოდა მითქვა ჩითილების ირგვლივ. აგროსკოლას რაც შეეხება, დაპაუზებული ვართ, ველოდები გარდავნის მუნიციპალიტეტიდან პროექტს, პროექტს კი არა, უბრალოდ გაფს და ვარ ესე ჰაერში ჩამოკიდებული, მუშაობ რემონტზე. ყოველ დღე წვიმა, თოვლია, ყინვა, -4-ია. ყოველ დღე აქ ვარ და მუშაობ ფაქტიურად რა. ეხლა 3 დღით მივიდივარ დასასვენებლად ლამპრობაზე სვანეთში, შარშანაც ვიყავი და მე ისევ დაუბრუნდები ამ ყველაფერს. აბა, კარგ სეზონს გისურვებთ ყველას და არ იჩქაროთ. ნახვამდის.